დღეს მინდა ორხევში გატო სათბურები მოვინახულო, რომელიც ყველაზე დიდი ყვავილების სათბურია საქართველოში. საინტერესო კიდევ ის არის, რომ იქ ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების გარდა ტროპიკული მცენარეებიც მოყვება. გამარჯობა, ეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სათბურებში. არაჩვეულებრივი გარემო აქვს. ძალიან დიდი მადლობა. ამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს? 2011 წლის მაისში სათბური მორჩა, სათბურის მშენებლობა და დაიწყეთ ფუნქციონირება. სათბური არის 2 მილიონიანი ინვესტიციის. წარმოების პროცესი აისახება იმაში, რომ სათბურში არის 3 კლიმატური ზონა, აქედან ერთ-ერთში, რომელიც არის შედარებით ცივი ზონა, გამოყავს 1 წლიანი და 2 წლიანი გარეგამწვანების მცენარეები. მეორე კლიმატური ზონა არის, სადაც ეხლა ვიმყოფებით, ეს არის ტროპიკული მცენარეების გამოსაყვანი ზონა და აქ მოყავს მცენარეები, რომლებიც ჩამოგვივიდა კოსტა-რიკიდან, რომლის გაფესვიანებაც მოხდა ჩვენ სათბურში და როგორც ხედავთ 2 მილიონიანი ინვესტიციამ შექმნა ის პირობა, რომ ეს მცენარეები ჩვენ გამოგვეყვანა და გაგვეზარდა ჩვენთან. ესე იგი 2 მილიონი ჩაიდოეს ამ 1 ჰექტარია ხო თუ არ ვიცი? დიახ, ეს არის 1 ჰექტარი, ჰოლანდიელების და ჩვენი საერთო პროექტია. ჰოლანდიური ერთ-ერთი კომპანიის, რომელსაც აქვს სათბურების ქსელი თვითონ ჰოლანდიაში, სადაც გაიარეს ჩვენო თანამშრომლობა ტრენინგი და შეისწავლეს ნებისმიერი დეტალი ამ საქმიანობის. ეს 2 მილიონი ინვესტიცია გულისხმობს თვითონ ამ 1 ჰექტარიან სათბურს, რომელშიც არის როგორც ხედავთ ფარდები, ჟალუზები, რომელიც ქმნის ღრუბლის ეფექტს, არის ასევე მორწყვის სისტემები როგორც ზემოდან, ისე წვეთოვანი მორწყვის სისტემა ქვემოდან. არის ბოილერი, რომელიც აგრეგულირებს სისტემაში ტემპერატურას თვითონ სათბურში და როგორც ხედავთ, აქ არის ასევე გათბობის სისტემები, ფანჯრების გახსნა და დახურვის სისტემები, რომლებიც ავტომატურად რეგულირდება ბოილერის და კომპიუტერის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია ალბათ ამ სათბურში ისიც, რომ ტექნოლოგია არის სრულიად ახალი საქართველოს ბაზარზე. და ამ ტექნოლოგიამ მოგვცეს ის პირობა, რომ სულ მალე სამომავლოდ ჩვენ უნდა გავიდეთ როგორც საქართველოს, უნდა ავითვისოთ როგორც საქართველოს, ისე სომხეთის, ისე აზერბაიჯანის, ამიერკავკასიის ბაზრები. ეხლა მაინც გეჩვენებათ, რომ პერსპექტიულია. რა თქმა უნდა, საქმიანობა არის პერსპექტიული, როგორც ხედავთ, სათბური არის ყველანაირად იმისთვის მზად, რომ მოხდეს ნებისმიერი წარმოების და ნებისმიერი პროდუქტის გამოყვანა ამ მცენარეების სახით. მე ხა გაგაცნობთ ჩვენ თანამშრომლებს, რომელსაც ტრენინგი გაიარეს ჰოლანდიაში, რომელსაც შეისწავლეს ნებისმიერი დეტალი ამ საქმიანობის და ისინი კონკრეტულად გაგაცნობენ ამ მცენარეების მოყვანის დეტალებს. სიამოვნებით. ეხლა გაგაცნობთ ჩვენი სათბურის აგროტექნოლოგს, ხალხო ნინო ხარხელაურს, რომელიც პირადად აგიხსნით მცენარეების შესახებ მოვლის წესებს. მე ცოტა ხანი დაგტოვებ, ხო შენ? კი ბატონო. გამარჯობა. სამებით. მოგასწინეთ, მაგრამ მინდა თქვენი დახმარება. ეს თქვენი გამოცდილება რაც მიიღეთ ჰოლანდიაში, მინდა რომ ცოტათი მეც გამიზიაროთ. კი ბატონო, ძალიან დიდი სიამოვნებით. თქვენ ისე ჩვენი ადგილზე აღმოჩნდით. აი ამ ულამაზეს ადგილას, ტროპიკულ სათბურში ხართ. ეს ტროპიკული მცენარეები ძალიან საინტერესოა. საინტერესოა იმით, რომ საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, რომ აი ესეთი მცენარეები ჩამოვიდა და მინდა გითხრათ, რომ ჰოლანდიაში, სადაც ჩვენ რომელ სათბურშიც გავიარეთ სტაჟირება, იქაც მთელ ჰოლანდიაში იყო ერთადერთი სათბური, რომელიც მუშაობდა ძალიან წარმატებით. დაახლოებით 3 ჰექტარზე იყო და ჰქონდათ ესეთი არაჩვეული ტროპიკული მცენარეები და მინდა გითხრათ ძალიან მოთხოვნადი. ესე იგი, ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში მინდა გითხრათ სათბური დაცარიელდა. კარგი ფეხით გაქვთ ყველაფერი. კი, კარგი ფეხი და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ, რა თქმა უნდა. ეხლა მე თვითონ მუშაობდი აქაც საქართველოს სათბურებში და მქონდა გარკვეული გამოცდილება, მაგრამ არა ტროპიკულ მცენარეებთან მუშაობის. სათბურში ადამიანი რომ მოდის და რაღაცის შეძენა უნდა და ვეუბნები, აი მცენარე უნდა შეგიყვარდეს. აი რომ შეხედა უნდა შეგიყვარდეს. აი ესეთია შეფლერა, მე მგონი ძალიან ბევრს უყვარდება რა. გეთახობით, მე სხვა თვითონაც ძალიან ისე ვარ განწყობილი ამ სცენარის. აი, მივხვდი. მარტო ლამაზი კი არ არის. ამას უარყოფითი ენერგიის შეწოვის უნარი აქვს რა. რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს, რა ღირს ეს მშვენიერება. ეს მშვენიერი მცენარე გვაქვს სხვადასხვა სიმაღლის და იწყება 114 ლარიდან და სადღაც ღირს 200 ლარამდე. და მაინტერესებს ეს ასეთი მდგომარეობაში ჩამოდის ჰოლანდიიდან? ეხლა ამ შეფლერაზე რომ დიდი ხანი მუშაობდნენ და ყიდნენ, მიხვდნენ რომ ალბათ ყველაზე ფასეული, ყველაზე მოთხოვნადი იყო ისეთი, რომ აი ეს 4 ცალი, გადაჯვარედინებული ერთად 4 ცალი ხე და მე ესე არის ჩარგული. ეხლა ბევრს გონია რომ ვაიმე მოვატეხა ამ პატარა ტონს აქ და ჩავრგავ და აი ესე რამდენ ხანში მექნება ესე ვერ გექნებათ. ეხლა რატომ? ეს არის სპეციალური სანერგეები. ესე იგი კოსტა-რიკაში, მასში წყნარი ოკეანის აუზში
სადაც ეს წლების განმავლობაში იზრდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ ამას ჭრიან. ეს რა თქმა უნდა ერთმანეთზე უკვე თავიდანვეა ესეთი ფორმა და ზრდის პროცესში კიდე აჯვარედინებენ, ესე ნუ წნავენ და შემდეგ ჩამოდის ეს დასაფესვიანებელი ახლა ჩვენ ვაფესვიანებთ როგორც აღნიშნეთ ჩვენ ვაფესვიანებთ და სწორედ ამიტომ არის ესეთი რომ ეხლა თქვენ რომ ეს ადგე და ჩარგო თქვათ ეს ტოტი მოტეხო და ჩარგოთ რა თქმა უნდა ეს დაფესვიანდება გაიზრდება მაგრამ ხე არ იქნება რა იქნება ჩვეულებრივი მცენარე ბალახოვანი რა ესეთი არა თემაზეთ აღარ იქნება ესეთი არა სხვათაშორის მინდა გითხრათ რომ ლამაზი და მიმზიდველია მაგრამ ეხლა ეს როგორც თქვენ სულ სხვა არის და განსხვავებულია კი ნამდვილად მე აქედან შევნიშნე საშობაო ეს არის არ ვიცი მე მაგალითად მოხიბლული ვარ ამ სცენარის ფოთოლით განსაკუთრებით იმიტომ რომ რაღაც ხავერდოვანია კი ესე იგი ეს არის საშობაო ვარსკვლავი ბეთლემის ვარსკვლავს ეძახიან და ამის ლათინური სახელწოდება ეს არის ეუპორბია პულხერიმა პოინსეტიას თქვია ძალიან ლამას ნიშნავს წარმოიდგინეთ რა მექსიკიდან არის წარმოშობით ეს არის მსოფლიოში ძალიან პოპულარული ესე იგი არც ერთი შობა ევროპაში და ამერიკაში ამის გარეშე არ ჩაივლის რაღებს თუ გამიხელთ ამ საიდუმლოს ეხლა ეს არის პატარა და დიდი ჩვეულებრივ ჩვენ სათბურში ღირდა 12 ლარი ეს არის მისი ფოთოლი და არა ყვავილი აგერ გულში აქვს არც ისეთი განსაკუთრებული რამე და ეხლა ამის სილამაზე ის არის და ამის ეხლა მოწითალო ფერი დამოკიდებული რატო ქვია თან საშობაო დღე რო კლებულობს ეს მცენარე იცვლის ფერს აი ესეთი და დაახლოებით 12 საათი მაინც უნდა გქონდეთ სიბნელეში და ვთქვათ თუ საშუალება არ გაქვთ ვთქვათ ერთი ოთახი გაქვთ ან ორი და სულ ყველგან ტელევიზორი კომპიუტერი სინათლე გინთიათ მაშინ რაღაცა დააფაროთ მას რომ 12 საათი მაინც სიბნელეში გქონდეთ ეხლა ევროპაში და ამერიკაში სიმართლე გითხრათ იყიდიან საშობაო და მე აგდებენ რა და ეხლა საქართველოში რაღაცა ყვავილის მოყვარული არის ხალხი და ნუ გული წყდება ვთქვათ რატომ უნდა გადავაგდო იმიტომ ეს წესი მრავალწლიანია ძალიან უყვარს სინათლე მექსიკიდან არის წარმოშობით ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა იქ ჩვეულებრივ გარეთ არის, მაგრამ არის სითბოს მოყვარული. 14-15 გრადუსზე ქვემოთ მას არ შეუძლია არსებობა, პრობლემები ექნება. არ არის სასურველი თქვათ გათბობაზე დადგათ, იმიტომ რომ თბილად იყოს, ჰაერიც უნდა რა თქმა უნდა და აი მორწყვა უნდა ქონდეს იცით როგორ რო შეშრება ზედაპირი და შემსუბუქდება ხელში რო აიღებთ მორწყეთ მაშინ. არაფერი პრობლემა არ არის, არ უნდა იფიქროთ, რომ ეს აუცილებლად ცოტა წყალი, ცოტა სინათლე და ბევრი სიყვარული. კი, აი ზუსტად და არ უნდა იფიქროს ადამიანს, რომ აუცილებლად დამთავრდა და აუცილებლად ეს უნდა მოკვდეს სცენარი და გადავაგდო. რავი, ჩემი აზრით შეუძლია შეინარჩუნოს ადამიანმა. მე გეტყვით, რომ როცა დღეს ხანგრძლივობა გაიზრდება, ეს ფოთლები რა თქმა უნდა ისევ გამწვანდება, მაგრამ ეხლა ისეთი ხასხასი მწვანე რაც იქონდა, ის აღარ ექნება. მე უნდა გადაჭრათ დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის სიმაღლეზე, თქვათ რამდენი ტოტიც აქვს, თქვენ ყველა ტოტს გადაჭრით და დაელოდებით, რომ ნელ-ნელა ეს რაღაცა მარტის აპრილის ბოლოსკენ, შუა რიცხვებისკენ და ნახავთ, რომ ახალი პატარა ყლორტები ამოვა, რომელიც გაიზრდება, ნუ ეხლა რა თქმა უნდა თვეში ერთხელ სასუქს მისცემთ, გადარგავთ უკვე მაგ პერიოდში, სასუქს მისცემთ და ნახავთ, რომ ისინი გაიზრდება და მერე ისევ ჩვეულებრივ ისევ დაიტოტება უფრო მეტად და შემდეგი საშობაოდ გექნებათ კიდევ უფრო ლამაზი. ეხლა გეტყვით, არის სულ სამი ძირითადი ელემენტი, ხო? ეს არის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ეხლა ფოსფორი ეხმარება უფრო მეტად თქვა დაფესვიანებაში მცენარეს, ნუ რაღაც დაგაინტერესებაში რა თქმა უნდა, იმიტომ რაღაც უჯრედები მithით იქნება და ძირითადად ორი ელემენტი, აზოტი და კალიუმი, აზოტი სასურველია მისეთ, მაშინ როცა მცენარე ინტენსიურად ზრდის პერიოდშია, მაგრამ თუ მოყვავილეა მცენარე და ყვავილობის პერიოდია და მაშინ კალიუმი და მისით, იმიტომ რომ კალიუმი ეხმარება მცენარეს მის ხარისხში და ყვავილობაში, აი კვირტების პერიოდში, ამ დროს მისით კალიუმი. გეტყვით აგრეთვე რომ თქვათ მზე როცა ნაკლებია, აი ზამთრის პერიოდში არ არის სასურველი თქვათ ბევრი აზოტი მისცეთ მცენარეს რა. უფრო კალიუმით გამდიდრებული მიეცით და როცა უკვე გაზაფხული და ზრდის პერიოდია, მაშინ მიეცით აზოტით გამდიდრებული სასუქით. კროტონი ცოტა ისეთი საინტერესო მცენარეა, თვითონ ეხლა წამით ამას რომ ჭრელი ფოთოლი არ ქონდეს, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ თავისი ულამაზესი ფოთლების გამო, საერთოდ ეხლა ცოტა გადახოვას გავაკეთებთ, ადამიანი რომ მცენარეს იძენს, უნდა ნახოს რომ თუ აქვს ახალი ამონაყარი. თუ ახალი ამონაყარი აქვს მცენარეს, ეს იგი ჩათვალეთ რომ ეს მცენარე არის ჯანსაღი, კარგი ფესვთა სისტემით მუშაობს და იყიდეთ ესეთი მცენარე, რომელსაც აქვს ახალი პატარა ამონაყარი.
ეხლა მე ვიცი რაც უფრო ფერადია, მით უფრო სინათლის ზუსტად თქვენ კაი განათლება გქონიათ ამასთან დაკავშირებით. ეხლა მცენარეს უნდა ქონდეს მწვანე ფერი, ხო, ფოთოლს. ეს არის ცნობილი. ფერს იცვლის ფოთოლი შემოდგომაზე, როცა სიცივეები იწყება და ქლოროფილი იშლება. ქლოროფილი, მწვანე ქლოროფილი ადლევს ფერს, ხო? და უკვე სხვა შეფერადებლები განმოდიან წინა პლანზე, რომელიც უძლებენ სიცივეს და ამიტომ წითელი ფერი, ყვითელი ფერი და ასე შემდეგ. ეხლა კროტონს თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ მწვანე ფერის გარდა აქ სხვა ფერებიც, ხო, აი წითელი ფერი, ყვითელი ფერი რაღაც. აი ნახეთ უამრავი ფერი, ამასაც აი თუ დააკვირდებით, ახალი ლამაზი ფოთლები ამოსდის, აი ეს არის ახალი ფოთლები, წამი არის მწვანე, ხო, ჩვეულებრივ. მაგრამ ესენი უკვე სხვა ფერია. ეხლა აქ სათბურში ამშვენეთ რომ სითბო არ არის და პირისა სიცივე არ არის და პირიქით ძალიან სითბოა, დაახლოებით 20-22 გრადუსი და რამ გამოიწვია ამ ფოთლების ესეთი შეფერი შეცვლა. ეს გამოიწვია იმენ რომ ეს ფოთლი არის ბებერი. ბერდება და რო ბერდება ფერს იცვლის. აი სელექციონერებმა რომლებმაც შეამჩნიეს აი ეს მისი თვისება, რომ ესე იგი ესეთი არაჩვეულებრივი შეფერადება ეძლეოდა, როცა უკვე ფოთლი უბერდებოდა, ნელ-ნელა დაიწყეს ისეთი ფორმების გამოყვანა, რომ გაიხარშლებოდა სიცოცხლე ამ ფოთლებისთვის, რომ დიდხანს ქონოდა. ხო და აი ამისთვის იდეალური არის ზამთრის და შემოდგომის პერიოდი. არ გჭირდება რომ დაჭრდილო, ხო, იმიტომ რომ ზაფხულში სინათლე კი მაგრამ ჭრდილავ რომ არ დაიწვას ფოთოლი. ზამთარში ეს მას არ ჭირდება, იმიტომ რომ ისედაც მზე არ არის ესეთი მწველი, ამიტომ კარგი განათების ქვეშ არის და ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია და ეს აი ესე თავის მშვენიერ ამ ჭრელ ფოთლებს სწორედ აი ამ პერიოდში არის ულამაზესი. იქ რაღაც საინტერესო სცენარი შემიშნა. მხოლოდ ერთი შენიშნეთ, აქ უამრავი, მაგრამ რაღაც თვალში მოხდა რაღაც არ მინახავს აქამ. ეს არის არაჩვეულებრივი მცენარე, სპატეფილუმი. ეს მინდა გითხრათ ახლა რაღაც მიკროზებაში არ შემიძლია, ჩემი საყვარელი მცენარეც არის და ახლა რატომ? ჯერ იმიტომ რომ აქ არაჩვეულებრივი ლამაზი ფოთოლი. ეხლა ტროპიკულ მცენარეებს რო შეხედავთ, არა, ფოთლით არის ლამაზი. ეხლა მაგის ყვავილები კი აქვს, მაგრამ ჯერთი სათბურებში და ოჯახის პირობებში ძალიან იშვიათად ყვავილობს. ეხლა ჩვენ სათბურში კი რაღაც აყვავილებულია, ვხედავ ამ კროტონებით და სხვა მცენარებით, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათად. და აი რაც შეეხება ამ სპატეფილუმს, ფოთოლიც აქვს ულამაზესი და ყვავილიც ლამაზი. ყვავილობს ძალიან დიდხანს, კარგი ხნით, აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეხლა რა აქვს? ბევრი ადამიანი მოდის და ამბობს, რომ თქვათ სახლში არ მაქვს ისეთი განათება და თქვათ რა მცენარე დავდგა. აი შეგიძლიათ დადგათ სპატეფილუმი რა. ეს ძალიან კარგად ატენიანებს ჰაერს და ასუფთავებს ქიმიური ნაერთებისგან. თუ რამე გროვდება, იგივე თქვათ ოფისებისთვის არის არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ თქვათ პრინტერის აპარატისთვის მაგდროს ქიმიური გამოსვისინი არის ნივთიერებები გამოდის და მინიმალურ რაც მას ჭირდება, იმ მოვლას არ მოაკლებთ. აი რა ვიცი, თქვენ სახლში იქნება ძალიან ბედნიერი ეს ყვავილი და თქვენც გაგაბედნიერებთ რა. ქალბატონებივით არიან, ყურადღება ჭირდება. აი ზუსტად რა, ზუსტად მასია რა. ეს საინტერესო სცენარი. ეხლა ეს გვაქვს სხვათა შორის სამი სახეობის, ეს არის გიგანტი, სპატეფილუმი გიგანტი ღირს 40 ლარი, ცოტა პატარები, აი რომელიც გვაქვს, ეს ღირს 30 ლარი და გვაქვს სულ პატარა, ნუ არ ძალიან პატარები, მაგრამ ნუ შედარებით პატარები 15 ლარი. ასე რომ არჩევანი დიდია. დიდია. სხვათა შორის დამოვიწყდა მეკითხა კროტონის ფოთლებმა ძალიან მომხიბლა და ისენი რა. კროტონი სხვათა შორის, აი ყველა 2 ფიტიანი, ანუ 2 ფიტიანი, 1 ფიტი 30-13 სანტიმეტრი, დაახლოებით 60 სანტიმეტრი რაც არის და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ის ღირს 88 ლარი. ლამაზი ფოთლები ცოტა ძვირის სიამოვნება. არა, მინდა გითხრათ, სულაც არ არის ძვირის სიამოვნება. თქვენ როგორც ჩანს, არ იცით ფასები საქართველოში ტროპიკული მცენარეების. მე მაგას არ ვიტყოდი.